ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში. საინტერესო თემებითა და სტუმრებით. მხოლოდ კომერსანტზე, ყოველ სამუშაო დღეს. გამარჯობა, კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები. მე გელამ ღებრიშვილი ვარ, RSM-ის წევრი, აუდიტორული კომპანია კაპდო ჯგუფის მმართველი და პარტნიორი და ამ გადაცემის წამყვანი. დღეს ვაგრძელებთ თემას გამომდინარე წლის პერიოდისა, 1 აპრილს როგორც ვიცით დეკლარაცია, 1 აპრილამდე როგორც ვიცით დეკლარაციები უნდა ჩაბარდეს საგადასახადო ინსპექციაში, ამიტომ წინა გადაცემაში დავიწყეთ ასე ვთქვათ კონსულტაციების მიცემა კომპანიებისთვის, ის რათა გაითვალისწინონ ის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ცვლილებები, რაც 2011 წელს შევიდა და რათა მათ შეძლონ სწორად დეკლარაციის ჩაბარება საგადასახადო ორგანოში. გადაცემის მსვლელობისას შეგიძლიათ არეკოთ ტელეფონის ნომერზე 2-203-95 და 5 და დასვა თქვენთვის სასურველი კითხვა. აქვე აღნიშნავ, რომ გადასახადების ნაწილში გადაცემა პროფესიონალები ნაცვლად ხუთშაბათისა გავა ორშაბათობით, ისევ ორ კვირაში ერთხელ და შევეცდებით მოგეხმაროთ სწორად წარმართოთ თქვენი ბიზნესი. დღეს ჩვენთან კვლავ სტუმრათა ბატონი დავით პაპიაშვილი, ინდივიდუალური აუდიტორი, მოგესალმებით. მოგესალმებით, და ბატონ დავითთან ერთად ჩვენ წარმოგიდგენთ იმ პრობლემებს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ დეკლარაციის მოგების გადასახადის დეკლარაციის შევსებისას 1 აპრილამდე. შეუდგეთ კი ბატონო, დავიწყოთ მუშაობას. წინა გადაცემაში ჩვენ გავჩერდით, ასე ვთქვათ, ვახსენეთ, მაგრამ კარგად ვერ ამოვწურეთ ეს საკითხი და მინდა რომ კიდევ ერთხელ ჩაურმანდეთ, რაც გარკვეულწილად დიდ პრობლემებს და კითხვის ნიშნებს ვსვავს გადასახადის განახორციელების საუბარია ცვლილებაზე, რომელიც შევიდა საგადასახადო კოდექსში და რომელიც მიგვითითებს, რომ სანქციები უნდა აღურიცხოთ საკასო მეთოდით. ეს ჩანაწერი ერთგვარ კითხვებსაც იწვევს და საინტერესოა შევნიშნეთ თქვენს დამეთანხმებით მუშაობაში, რომ სადაც არ იწევს კითხვებს, იქაც აღმოჩნდა, რომ გარკვეული არასწორი გაგება ამოხდეს და თუ შეიძლება რომ ამაზე უფრო დაწვრილებით მოახსენოთ მსმენელებს. მოდით ჯერ ზოგადად მივიხილოთ ამ ცვლილების, ასე ვთქვათ, არსი და მე ვთვლი, რომ თვითონ ცვლილება თავის შინაარსით არის პოზიტიური. გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება მრავალი წლების განმავლობაში სადაო საკითხს, ანუ პირგასამტეხლოებთან დაკავშირებით, ანუ როცა მაგალითად ერთი კომპანია ხელშეკრულების საფუძველზე, ასე ვთქვათ, უწესებდა გარკვეულ შემთხვევებში პირგასამტეხლოს, ასე ვთქვათ, გადახდის წინაპირობებს მეორე მის პარტნიორ კომპანიას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს გადახდებინება ამ პირგასამტეხლოებისა არ ხდებოდა სინამდვილეში, ძალიან ხშირად საგადასახადო შემოწმებლები აუდიტის პროცესში დარიცხვის მეთოდით ამას თვლიდნენ შემოსავლად და ბექგრაუნდენ მოგების გადასახადით, ხო? ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით დავაზუსტოთ, ესე იგი, წარმოიშვა მას ვალდებულება, კონკრეტული მაგალითად, მე უნდა გადაიხადო თქვენ 100 ლარი, მაგრამ დავარღვი ეს პირობა და ამისთვის გათვალისწინებული იყო სანქცია 0.1% სიტყვაზე 1 ლარი, რომელიც დაგროვდა 20 ლარი ჯამში. თუ მიწოდებელმა კომპანიამ არ გადაახტევინა ეს ჯარიმა თავისი, ასე ვთქვათ, ნებით რაღაც ეს კეთილ განწყობა იყო ამ პარტნიორი კომპანიის მიმართ, თუ სხვა მიზეზით არ გადაახტევინა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტიურად ძველი კანონი გვავალდებულებდა ჩვენ ყოველ შემთხვევაში ესეთი გაგება იყო ამ კანონის, რომ ეს მაინც ჩვენი შემოსავალი იყო, ანუ ფუძე ამ მიდგომის იყო დარიცხვის მეთოდი, დარიცხვის მეთოდით ეს მაინც ჩვენი შემოსავალი იყო, უნდა დაბეგრილიყო, უნდა დაბეგრილიყო გადასახადებით. იცით, პრაქტიკაში კიდევ ასე ვთქვათ, პრობლემა სხვა კუთხითაც იდგა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გადამხდელი, რომელიც დაჯარიმდა ამ მიმართულებით, ანუ დაერიცხათ გადასახადები და შესაბამისი სანქციები, დაჯარიმდა არა დაუშვათ იმით, რომ მან შეგნებულად დამალა ეს, არამედ ძალიან ხშირად პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ გადამხდელებს თვითონაც კი არ ახსოვდათ ძალიან ხშირად, რომ ეს პირგასამტეხლო ქონდათ ამოსაღები. ანუ წარმოვიდგინოთ, ეხლა ჩვენ გვაქვს 100 კონტრაქტი ჩვენ პარტნიორ კომპანიებთან და ზოგთან გვიდევს ეს პირგასამტეხლოს პირობა, ზოგთან არ გვიდევს და დაუშვათ ჩვენმა პარტნიორმა დაარღვია ეს დაუშვათ თანხის გადახდის პირობა და ჩვენ ანუ შეიძლება აღარც კი გვახსოვდეს, ანუ ძალიან ადვილი დასავიწყებელი, ხო? თუ არ არის კაცრი ადმინისტრება, ანუ გადამხდელს საბუღალტრო პროგრამაც რომც კი ქონდეს, ანუ თუ რაღაც სპეციალური მოდული არ ექნებოდა ხელშეკრულების
შესრულებები, სადაც ეს გადახდის პირობები იქნებოდა, ასე ვთქვათ, მითითებული, ანუ ავტომატურად ამის კონტროლი პრაქტიკულად, როცა გადამხდა ძალიან ბევრი საბუთები ჰქონდა, იყო ძალიან რთული. ამიტომ ასე ვთქვათ, პრობლემები იწყებოდა ძალიან ხშირად იმის გამო, რომ გადამხდელმა თვითონაც კი არ იცოდა ზოგჯერ ეს თანხა მისაღები რა ქონდა. უпростоრად, ვერ ადევნებდა თვალს თავის გაფორმებულ კონტრაქტებს და იმ კონტრაქტების მიმდინარეობას. და დღევანდელი პირობით კი ფაქტიურად ამ ნაწილში გარკვეულწილად ეს პრობლემა მოხსნილი არის, იმიტომ რომ თუ ეს თანხა გადახდილია, შესაბამისად გადამხდელს არ დაავიწყდება მისი დაბეგრვა, ანუ თუ ჩაირიცხა ბანკში, მისი დაბეგრვა გადამხდელს არ დაავიწყდება, თუ არ არის ეს თანხა ჩარიცხული ბანკში, შესაბამისად ეს როგორც შემოსავლად არ აღიარდება და შესაბამისად გადასახადებითაც არ იბეგრება. აქ მინდა რომ კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, ანუ კიდევ ერთ დეტალს გავუსვათ ხაზი. კანონში ჩაიწერა რომ ეს სანქციები, ანუ პირგასამტეხი და სხვა ჯარები, ორივეს დავარქვათ სანქციები აღიარება საკასო მეთოდით. აქ ხაზი მინდა გავუსვა რომ საკასო მეთოდი არ ნიშნავს ეს ძალიან ხშირად შეხვდა პრაქტიკაში რომ თითქოს ამას კომპანიები იგებენ რომ მე ეს ჯარიმა არ უნდა დავარიცხო. დარიცხავს გულისხმობ, ანუ დარიცხვა ნიშნავს არა მასზე გადახდევინება, არამედ მე ბუღალტრულად ვაღიარო თუ არა რომ მოთხოვნა მეკუთვნა. რა თქმა უნდა ეს არ უნდა გავიგოთ თავისთავად. ანუ მე მას შემდეგ რაც მე წარმომეშვა თქვა დამატებით ერთ ლარზე როგორც პირგასამტეხლო ვალდებულება მე ეს ბუღალტერიაში უნდა აღურიცხო, უნდა დავაფიქსირო, აი ეს მინდა კარგად გაიგოს თავისთავადმა რომ მე უნდა დავაფიქსირო რომ 100 ლარს პლუს 1 ლარი აქვს თქვა მომწოდებელია თუ გადამხდელი ჩემი ვალი და ამის შემდეგ ეს აუცილებელი პირობაა. ამის შემდეგ მე ან მოვთხოვ ამ დამატებით 1 ლარს, ან არ მოვთხოვ. ეს უკვე ჩემი მენეჯერული გადაწყვეტილება. და დაბეგრვა ამ მოთხოვნაზე აღარ არის დამოკიდებული ფაქტია. არ მოვთხოვე და ეს დავარიცე და დავიტოვე როგორც უიმედო ვალი შეიძლება იყოს პირობებში, მაშინ მე არ მევალება ამის დაბეგრვა. თუმცა აქ ერთ მნიშვნელოვან დეტალს გავუსვათ კიდევ ხაზი. თუ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა ისე რომ ეს ვალი მე ვაპატიე კოდექსის მუხლის საკასო მეთოდთან დაკავშირებით გვესაუბრება რომ ვალის პატიებაც ეს არის შემოსავლის მიღების მომენტი საკასო მეთოდთან შეიძლება გარკვეულ შემთხვევაში განვიხილოთ მე როგორც კი ვალი ვაპატე მე აუცილებლად შემოსავალი წარმოემეშობა და მაინც უნდა დავბეგრო ანუ კიდევ ერთხელ უფრო ნათლად რომ ჩამოუყალიბო თქვა სვენელს ვიქცევით შემდეგნაირად 100 ლარი ძირითადი გადასახადი პლუს 1 ლარი რომელიც ჯარიმა დავწე ეს ვაღიარე ბუღალტერიაში რომ ვალი აქვთ ჩემი დიახ ამის შემდეგ როგორ ვიქცევი ანუ პატიობ ამ ვალს ან არ უპატიობ და უბრალოდ დარიცხვაში მაქვს თუ არ უპატიობ და უბრალოდ ვალი ვალად რჩება აღრიცხული ასეთ შემთხვევაში მე ის დაგუბეგრას არ ექვემდებარება მაგრამ თუ რაღაც პერიოდის მერე მე ჩამოვწერ ვაპატიე მას ეს ვალი ასეთ შემთხვევაში საკასო მეთოდით ეს შემოსავლად მაინც აღიარდება და ეს მინდა რომ მის შემოსავლად ანუ პარტნიორის შემოსავლად ჩვენ შემოსავლებში განვიხილავთ ამას კი ამაზე მინდა ხაზი გავუსვა. კარგით, ახლა რეკლამაზე გავდივართ და 2 წუთში დაგიბრუნდებით, ვისაუბრებთ გადასახადებზე კაპტო ჯგუფთან ერთად. პროფესიონალები კომერსანტზე, გელამ ღებრიშვილთან ერთად. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, შეგახსენოთ რომ შევსაუბროთ ბატონ დავით პაპიაშვილთან ერთად გადასახადებზე, კერძოდ განვიხილავთ იმ ცვლილებებს, რომელსაც გავლენა შეიძლება ქონდეს 1 აპრილამდე ჩასაბარებელ მოგების გადასახადის დეკლარაციაზე. თქვენ შეგვიძლია დაგვირეკოთ 2 203 95 და 5 და დავსვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები. გავაზრდოთ ბატონ დავით. ვისაკასო მეთოდით და სანქციების შემოსავლის გავარკვიეთ ეს თემა. ვისაუბრეთ, ანუ თუ განახდელებს კიდევ გავუშვებათ კითხვა შეუძლიათ მოგწერონ. რაც შეეხება დარიცხვის მეთოდით ხარჯების გაწევის მომენტს 152 მუხლში მეოთხე პუნქტში კონკრეტულად შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილება და თუ შეიძლება რომ ამაზე გავაკეთოთ კომენტარი. მე ვთვლი რომ საერთოდ ძირითადად აი როცა ჩვენი ძირითადი დავუშვათ იგივე ამ გადაცემის მიზანი არის რომ მივაწვდინოთ ხმა ჩვენს გადასახადის გადამხდელებს იმ სიახლეებთან დაკავშირებით რა სიახლეებიც გვაქვს დღესდღეობით მე ვფიქრობ რომ აი ეს მუხლი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს სიახლე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ამ თემაზე ისაუბრებდით წინა გადაცემაში მაგრამ მე ვთვლი რომ ჯობია კიდევ ერთხელ გავუსვოთ ხაზი საუბარი არის გარკვეულ შემთხვევაში დარიცხვის
მეთოდით მომუშავე გადასახადის გადამხდელების მიერ ხარჯათ აღიარებისთვის საკასო მეთოდის გამოყენების წინაპირობებზე. ესე ზოგადად რო ვთქვათ. ეხლა გავშალოთ ეს თემა ცოტათი და მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი. როგორც ცნობილი არის შეპესეები, იურიდიული პირები, მათ შორის შეპესეები, ხარჯათ აღიარებისთვის და შემოსავლათ აღიარებისთვის იყენებენ ეგრეთ წოდებულ დარიცხვის მეთოდს, ანუ რომელიც გაწერილია საგადასახადო კოდექსის შესაბამისი მუხლით. თუმცა აი ეს ახალი ნორმა საუბარი არის 152 მუხლის მე-4 პუნქტზე გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ გვავალდებულებს საკასო მეთოდის გამოყენებას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, გარკვეულ შემთხვევებში შეპესე მანამ სანამ მომწოდებელს თანხას არ გადაუხდის, გარკვეული ტიპის შესყიდვის თანხაზეა საუბარი, მანამდე ეს თანხები ხარჯად აღიარებული ვერ იქნება. აი ამ მუხლის მნიშვნელობა, დიახ, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო შემთხვევაში და არა ზოგადად. დიახ, აი ეს კონკრეტული შემთხვევები, დიახ, ზუსტად კონკრეტულ შემთხვევებში საუბრობ. ამ მუხლის მნიშვნელობა ზუსტად ამაში მდგომარეობს, რომ ფაქტიურად ძალიან ადვილი არის შეცდეს გადასახადის გადამხდელი, იმიტომ რომ ფაქტიურად ესეთი მიდგომა ჩვენ წინა წლებში არ გვახსოვს და ავტომატურად, ასე ვთქვათ, ინერციით, რომ ჩავაბაროთ 2011 წლის დეკლარაცია, ისევე როგორც ჩავაბარეთ 2010 წლის მოგების დეკლარაცია, ძალიან ადვილია რომ დაუშვათ შეცდომა. ეხლა კონკრეტულად რა შემთხვევაში გამოიყენება ეს წინაპირობა? ანუ რა შემთხვევებში მანამ თანხა არ იქნება გადახდილი მომწოდებლისთვის, ეს თანხები ვერ აღიარდება ხარჯად. პირველი შემთხვევა უკავშირდება ფიზიკური პირისთვის გადახდებს. ანუ აქ არ არის დაკონკრეტებული მაინც და მაინც ხელფასის შემთხვევა. ზოგადად ნებისმიერი გადასახდელი თანხა ეს იქნება შესყიდვის სანაცვლოდ გადასახდელი თანხა თუ ეს იქნება ხელფასი. ფაქტიურად ამ მუხლის მიხედვით ხარჯად ვერ აღიარდება მანამდე სანამ ეს გადახდა უშუალოდ არ მოხდება. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ ვიყენებთ დარიცხვის მეთოდს, მაგალითად 10000 ლარის შეძენა რო განვახორციელოთ ფიზიკური პირისგან და 31 დეკემბერი, ანუ წელი რო დამთავრდეს და ეს თანხები რომ არ იყოს გადახდილი მომწოდებლისთვის, ფაქტიურად ამ თანხას ხარჯად ვერ ვაღიარებთ. იგივე მიდგომა ეხება ხელფასსაც. დიახ, ასეთ შემთხვევაში ხარჯად ვაღიარებთ მაშინ, ფაქტიურად ამ მომენტში მუშაობთ საკასო მეთოდით, ამ რაღაცა. საკასო მეთოდი, დიახ, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ ესეთი ქუდით საუბარი. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ეხება ხაზგასმა გავაკეთოთ როგორც საქონლის შეძენას, ასევე მომსახურების შეძენას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმა გავაკეთოთ იმაზე, რომ რაც ყველაზე მთავარია, ეს ეხება ხელფასებს. ანუ დარიცხული და გაუცემელი ხელფასები, როდესაც მიდიოდა ხარჯში წინა წლებში და გამოიქვითებოდა ერთობლივი შემოსავლიდან, ფაქტიურად ესეთი მიდგომა 2011 წლის საანგარიშო პერიოდში უკვე აღარ გვხდება და შესაბამისად ალბათ ესე იქნება 2012 წლის დეკლარაციები, როცა ჩაბარდება 2013 წელს. პრინციპში სადღაც სამართლიანიცა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შევხვდებოდით, დარიცხვები იყო ძალიან დიდი, ხელფასის გაცემები არ იყო და ზოგი ამას ბოროტათაც იყენებდა. დიახ. მოიცა ესე ვთქვათ, აი რა გამოსავალი შეეძლო მოეძებნა გადამხდელს, როცა მას ჰქონდა ძალიან დიდი მოგება და ჰქონდა ერთადერთი ძალიან დიდი სურვილი რაღაც მომენტში, ნუ თლათ არ გადაეხადა, არა, მაგრამ გადაევადებინა გადასახადი. ნუ შეეძლო რაღაც ფორმით დაერიცხა ეს შეძენის საფუძველზე დაერიცხა თანხები, ან დაერიცხა ხელფასი სიტყვაზე გარკვეულწილად და ეს რა თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში ეს ვალდებულება დარჩებოდა, მაგრამ ნუ მომავალ პერიოდში შეეძლო ამით манипулირება და გადაეტანა გადასახადი იქით პერიოდებში. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ის, რომ ეს 2011 წელს უკვე ვეღარ გავითვალისწინოთ. ყველა განახდელმა, რომ თუ ხელფასი დაუარიცხა და არ გავეცით, ეს ხარჯი 2011 წელს მოგების დეკლარაცია და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ დამეთანხმებით. საქმე ეხება ასევე არარეზიდენტებისთვის მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, ანუ აქაც იგივე პრინციპი გვაქვს. თუ ჩვენ გვაქვს მომწოდებელი არარეზიდენტი და ეს არარეზიდენტი გვაწვდის ჩვენ მომსახურებას, აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს არ ეხება არარეზიდენტისგან საქონლის შეძენის შემთხვევას. ხაზგასმით გვიწერია, რომ საუბარი არის მომსახურებაზე. თუ არარეზიდენტი გვასწვის მომსახურებას, ეს მომსახურება გაწეულია წლის განმავლობაში და დასტურდება შესაბამისი, არ ვიცი, მიღება ჩაბარების აქტით ან შესაბამისი ფაქტურით, რაღაცა ფორმით, რაღაც ინვოისით ან დოკუმენტით.
ეს თანხები ასევე ვერ აღიარდება ხარჯად, მანამ სანამ ეს თანხები არ იქნება გადახდილი არარეზიდენტისთვის. საუბარი არის არარეზიდენტ საწარმოზე, ანუ არარეზიდენტი იურიდიულ პირზე და ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს ეხება ყველა მომსახურებას, ასევე ხაზს გაუსმევ იმას, რომ ეს ეხება მათ შორის სესხებს. აი ძალიან ბევრ გადამხდელს შეიძლება სესხი ქონდეს აღებული არარეზიდენტი იურიდიული საწარმოსგან და ეს თანხა თუ არ იქნება პროცენტი გადახდილი, შესაბამისად ამას ჩვენ ხარჯებში ვერ ვაღიარებთ. სესხიც როგორც მომსახურება. სესხიც როგორც მომსახურება, კი ბატონო. არ მე მგონი აქ ამოვწურეთ ეს თემა და ამას გაითვალისწინებენ ჩვენი განახდელები. რამოდენიმე კითხვა არის შემოსული. რასაც თქვენ ხსნით, არსებობს თუ არა რაიმე სახელმწიფო სახით ეს ყველაფერი. მინდა ვთქვა რომ ესეთი საკმაოდ განმარტებები არის რამოდენიმე გამოცემული კოდექსი, თუმცა ამ ფორმით ახლა რასაც ჩვენ საუბრობთ, შეიძლება სანამ არ ეწეროს. მე დავაკონკრეტებ. ხშირად უსმინოთ ხოლმე ჩვენ გადაცემას და მივიღოთ ეს კონსულტაციები. თუმცა ახლა ჩვენ რასაც საუბრობთ, ყველაფერი ეს არის კოდექსიდან გამომდინარე და მას ვაძლევთ უბრალოდ განმარტებებს. დიახ, რა თქმა უნდა. უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ ეს და შემდეგ თუ ამას წინა გადაცემაში დაგვისვეს კითხვა, თუ ამას იურიდიული ძალა, რა თქმა უნდა, ამას იურიდიული ძალა არ ექნება, მაგრამ შეიძლება ჩანაწერებსაც აკეთებს ზოგიერთ ჩვენი მსმენელი ამ იმედით, მაგრამ უბრალოდ თუ თქვენ დაგიდგათ პრობლემა შემოსავლების სამსახურთან, თქვენ იგივე არგუმენტაცია უნდა მოუყანოთ და დარწმუნებული ვარ თავის გამართლებას ნამდვილად შეძლებთ. წყარო თქვათ რომ არის რა თქმა უნდა ძირითადი წყარო ჩვენი მსჯელობის ეს არის საგადასახადო კოდექსი და შესაბამისი ბრძანება, შესაბამისი ინსტრუქციები, რომელიც არის საკმაოდ მრავალფეროვანი, ასე ვთქვათ. თუმცა აქ კიდევ უნდა აღნიშნო, რომ ზოგიერთი სად შეიძლება მოიძიოს თქვათ ასევე სიტუაციურ სახელმწიფო რომელზეც თითქმის ყველა გადაცემაში გვიწევს რომ ახსენოთ ჯერჯერობით ეს რომელიც არის გასაიდუმლოებული არ არის მაგრამ გვპირდებიან რომ აუცილებლად გამოქვეყდება იტვირთება ინტერნეტშიც და ყველა განახდეს მიუძღვება ამაზე ხელი კონკრეტული მაგალითების სახით იქნება დღესდღეობით მე მგონი ჩვენი გადაცემა კარგი საშუალებაა რომ გაიგოთ ამ სიახლეების შესახებ და გაანალიზოთ კიდე არის რაღაც კითხვა, მაგრამ მინდა რომ ამას 57-მდე მოხსევეხო და შემდეგ გავცეთ ამათ პასუხი. მოგება და ზარალი აქტივის მიწოდებისას. ეს მუხლი ყოველთვის რაც კი მგონი კონტექსტი არსებობს იყო განახდელების თავის ტკივილი. რამოდენიმე გადაცემის წინ ბატონ გიორგი პერტაიასთან ერთადაც ბიზნეს ომბუდსმენთან ერთად აღინიშნა რომ მათი დიდი ძალისხმევის შედეგად როგორც იქნა მიღწეული იქნა ცვლილება ამ კოდექსში და თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაციის მაგრამ გარკვეული აქტივის უფლება მიეცა განახდელებს თუ შეიძლება რომ აქ დიახ მე ვთვლი რომ ძალიან აქტუალური თემა არის და ეს თემა იყო მრავალი წლების განმავლობაში აქტუალური ანუ საუბარი არის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად საქონლის რეალიზაციის შემთხვევაზე. როგორც ცნობილი არის ძალიან ბევრი ჩვენი მსმენელისთვის, ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის, ფაქტიურად ეს იყო ერთ-ერთი ისეთი აქტიური თემა საგადასახადო შემოწმების დროს და ყოველი ესეთი პრეცედენტის გამოვლენისას გავრცელებული იყო ესეთი მიდგომა, რომ დაბეგვრა ხდებოდა საბაზრო ფასით. ანუ სიტყვაზე აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ საქონლის თვითღირებულება იყო 10 ლარი და მის რეალიზაცია მოხდებოდა 8 ლარად, იმ შემთხვევაში თუ საქონლის საბაზრო ფასი დადასტურდებოდა რომ იყო 10 ლარზე უფრო ასე ვთქვათ მეტი და უშუალოდ 12 ლარი ეს ჩანაწერი ამ 157 მუხლში და ასევე ამის ანალოგი მუხლი იყო 210 თუ არ ვშტები ძველ კოდექსში იმ მუხლის საფუძველზე ხდებოდა დაბეგვრა გადასახადის განახდელის საბაზრო ფასიდან, ანუ 12 ლარიდან. ფაქტიურად 2011 წლის ივნისში შესული ცვლილების შემდეგ ნათელი გახდა რომ ეს ვეღარ მოხდება ისეთ აქტივებთან მიმართებაში, როგორც არის მაგალითად სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ აი ჩვენი მაგალითის საფუძველზე, როცა ხდება თვითღირებულებაზე ნაკლებად გაყიდვა, ასეთი პრეცედენტის დაფიქსირებისას იმ შემთხვევაშიც კი თუ საქონლის საბაზრო ფასი აღმოჩნდება
თვითღირებულებაზე უფრო მეტი, ფაქტიურად ეს მუხლი ხას უსვავს იმას 157-ის მეოთხე პუნქცია საუბარი. აღარ ნაკუნა იყოს მხოლოდ სასაქონლო მატერიალურ ფასოლებს. რაც შეეხება ეს ჯგუფური ამორტიზაციის მეთოდი ეს ძველ კოდექსშიც ეს ფაქტიურად მოითქვათ ესე რომ ეს ჩანაწერი რომ ეს არ ეხება ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებს ეს ცოტათი უფრო წინა პერიოდებში შევიდა თორე სულ ადრე ეს თემაც სადაო იყო თუმცა დღეს ხაზგასმით გვიწერია რომ არც ამორტიზაციას დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებას და არც სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს ეს წესი უკვე აღარ ეხება, ანუ საბაზრო ფასით დაბეგრა ამ შემთხვევაში უკვე აღარ მოხდება. ეს პრობლემა განსაკუთრებით ედგათ მალფუჭებადი საქონლის რეალიზატორებს, თქვა ძის პროდუქტები, რომელთაც ძალიან ხშირად იძულებული იყვნენ, რომ გადასახადი გადაეხადათ შეიძლება უფრო მეტი, ანუ ერთი რომ ფინანსურ ზარალს იღებდნენ, თქვა ამ გაფუჭებულ პროდუქციიდან რომის რეალიზაციასაც რა თქმა უნდა ვერ ახდენდნენ და გარდა ამისა საგადასახადო ტვირთი და საბაზრო ფასის დათვლის დროს ეხა ალბათ უმეტეს შემთხვევაში მოხდებოდა ისე რომ ფას დაითვლიდნენ როგორც საღი პროდუქციის ღირებულებიდან და არა როგორც დიახ ბუნებრივია ანუ ეს მოხლი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა დიახ ნებისმიერ გადახდეს სასაქონლო მატერიალურ ფასეულობა შეუძლია მოგების გადასახადის მიზნებისთვის კიდევ ერთხელ ხარს უსვამთ რომ დერეგის მიზნებისთვის ისედაც ასე იყო შეუძლია გაყიდოს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ჩვენ კვლავ რეკლამაზე გავდივართ და რამოდენიმე წუთში დაგებრუნდებით და ვისაუბრებთ გადასახადებზე პროფესიონალები კომერსანტზე გელამ ღებრიშვილთან ერთად დავბრუნდით პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ დავით პაპიაშვილთან და გელამ ღებრიშვილთან ერთად ვსაუბრობთ გადასახადებზე პირველ აპრილს ჩასაბარებელ ასე ვთქვათ მოგების დეკლარაციაზე რა მნიშვნელოვანი მომენტები უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე კითხვა ბატონ დავით უპასუხოთ თუ შეიძლება აშკარა რომ დიდი ინტერესი გამოიწვია გადაცემამ საკუთარ დიდი ოდენობის კითხვები შემოდის ну ერთი საინტერესო კითხვა ვარ მაღაზიის მფლობელი შემიძლია თუ არა ფიქსირებული გადასახადით ვისარგებლო ну ამაზე ჯერჯერობით ანუ ცნობილი არის ფართო საზოგადოებისთვის რომ ფიქსირებული გადასახადის შესახებ ძირითადი ნორმები გვაქვს საგადასახადო კოდექსში თუმცა საბოლოო ასე ვთქვათ არეალი ამ გადასახადის ვის ეხება და გადასახადის ოდენობები უნდა ასე ვთქვათ დაზუსტდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით რომელიც ჯერჯერობით ასე ვთქვათ არა გვაქვს ანუ უახლოეს მომავალში თქვენ შეგიძლიათ მიადევნოთ შესაბამის დადგენილებას რომელიც იქნება ამასთან დაკავშირებით მიღებული და გავიგებთ ვის რამდენი ეხება და ერთი რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა როგორც ფიქსირებული გადასახადი ამუშავდება ამას ჩვენ გადაცემაში აუცილებლად გავაჟღერებთ და იმ ძირითად მომენტებს შეიძლება თქვენ სტუმარი და კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჯობია რომ მე ვისაუბროთ ამაზე თავისთავად ანუ დღესდღეობით მოდი ვთქვათ ეს ყველაფერი დაკონკრეტებული არ არის აბსოლუტურად ზედმეტია საუბარი დეტალებზე ვის ეხება დარიცხვის მეთოდი ცოტა გაურკვეველია ამიტომ იქნება პრობლემა შემოსავლების სამსახურთან რატომ არ შეიძლება ცალსახად იყოს გაწერილი ყველაფერი ნუ პრინციპში მგონი არ კოდექსში ცალსახად უკვე გაწერილია მაგრამ კიდევ ერთხელ ანუ დარიცხვის მეთოდთან დაკავშირებით საინტერესო არის ის რომ ესეთი პირდაპირი ჩანაწერი რომ შპს ეხება დარიცხვის მეთოდი სააქციო საზოგადოება ესეთი ჩანაწერი არა გვაქვს ესეთი ლოგიკური ჯაჭვი კოდექსში გვაქვს ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო აღრიცხვაში იყენებს იგივე მეთოდს როგორ მეთოდსაც იყენებს ბუღალტრულ აღრიცხვაში და ამ ლოგიკური კავშირიდან იმის გამო რომ იურიდიულ პირებს გააჩნიათ ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ვალდებულება დარიცხვის მეთოდით ჩვენ ვასკვნით რომ სტანდარტი აღარ თვალისწინებს საკასო მეთოდს და როგორც ალტერნატიულ მეთოდზე იყო ადრე საუბარი ამ ლოგიკიდან ანუ შპს სააქციო საზოგადოება და შემდეგ იურიდიული პირები მოკლედ რო ვთქვათ ვალდებული არიან აღრიცხვა აწარმოონ დარიცხვის მეთოდით თუმცა აქვე დაისმება ძალიან ლოგიკური კითხვა მაშინ ვის რჩება ასე ვთქვათ საკასო მეთოდი გამოსაყენებლად ასე ვთქვათ და ამ კითხვაზე პასუხი გვაქვს მოცემული 136 მუხში გვიწერია რომ ნებისმიერი ფიზიკური პირი აქ სამართლებრივი ფორმები არა გვაქვს დაკონკრეტებული დაუშვათ ეს იქნება ინდმე წარმე თუ სხვა გადამხდელი და ყველა ფიზიკური პირი უფლებამოსილია აღრიცხვა აწარმოოს საკასო მეთოდით თუმცა ერთადერთი გამონაკლისი გვაქვს ეს არის დღგ-ს გადამხდელი ფიზიკური პირები მათ საკასო მეთოდით აღრიცხვის წარმოების უფლება აღარ აქვთ ანუ
ანუ რო შევაჯამოთ ესე ვთქვათ მოკლედ ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან დეგის განახორციელებული, იყენებენ საკასო მეთოდს, ხოლო როგორც კი იურიდიული პირი რეგისტრირდება, ის უკვე ვალდებულია პირველი დღიდან დარიცხვის მეთოდი მიუხედავად იმისა, დეგის განახორციელი არის, არ არის. თუმცა ერთი დეტალი ასევე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში, ვინც არ არიან დეგის განახორციელები, ვალდებულება მათი რომ მაინც და მაინც საკასო მეთოდი უნდა გამოიყენონ, ესეთი ვალდებულებაც არა. ანუ მათ მანამდე შეუძლიათ გადავიდნენ ამ სტანდარტად. უფლება აქვს, შეუძლიათ, დიახ. ვალდებულება ასეთი არ არსებობს, დიახ. დიდი მადლობა. კიდევ ერთი ესეთი შეკითხვა საგადასახადოს თანამშრომელმა ეს წინა საკითხს ეხება, რომელსაც საუბრობდით. თვითღირებულებაზე ნაკლებად, ანუ ნაკლებ ფასად სავარაუდოდ საქონლის გაყიდვის გამო დამაჯარება. წელს აღარ დავჯარიმდები? ნუ ბუნებრივია ეს ალბათ სავარაუდოდ ეხება განვლილ პერიოდს. ან დღევანდელ პერიოდში ხდება ეს და წინა პერიოდებზე მოხდა დარიცხვა. ან შემოწმებაც წინა პერიოდებში მოხდა ივნისის თვემდე და ასე ვთქვათ, დარღვევაც ამ ივნისის თვემდე 2011-ის ივნისამდე, როცა ეს ცვლილება შევიდა, მანამდე იყო აღმოჩენილი. ასეთ შემთხვევაში გასაგებია, რომ გადამხდელი დაჯარიმდა, თუმცა დღეს კოდექსი ნაცვლად გვეუბნება, რომ ეს აღარ უნდა მოხდეს. ანუ თქვენ აღარ დაჯარიმდებით, დღეს თამამად შეგიძლიათ თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდოთ. ოღონდ მართლა მოდით ესე ვთქვათ, აი ამ საფუძვლით 157 მუხსია საუბარი, რომ რის საფუძველზეც გვაჯარიმებდნენ და საბაზრო ფასით რო ბეგრავდნენ ამ ყველაფერს, ამ საფუძვლით საბაზრო ფასის გამოყენება ვერ მოხდება. თუმცა ეხა მე არ გამოურიცხავ, რომ ზოგიერთმა გადამხდელმა თვითღირებულებაზე ნაკლებად გაყიდოს საქონელი და საბაზრო ფასი გაურცელონ მას სულ სხვა მოტივით, მაგალითად ურთიერთდამოკიდებულ პირთან მოხდეს ეს მიყიდვის ოპერაცია და ასე. ყოველ შემთხვევაში მარტო ამის გამო, საბაზრო ფასის გამო მხოლოდ იმიტომ რომ თვითღირებულებზე ნაკლებად ეს აღარ მოხდება. უამრავი შეკითხვა შემოდა, შევეცდებით რომ ძირითად მათგანს მაინც უპასუხოთ. კერძო საგადასახადო აგენტები სერიოზულ პრობლემებს ქმნიან და მათი წონა არ არის დამაკმაყოფილებენ და ცდილობენ შეცდომაში შეგიყვანონ. ყველას შეუძლია თუ არა საგადასახადო აგენტები გახდნენო. ამას შევეცდები მე თვითონვე უპასუხო, ანუ ნამდვილად არ ვიცი ცდილობენ თუ არა საგადასახადო აგენტები, მაგრამ მე პირადად არ მგონია რომ ეხლა შეგნებულად რაღაც შეცდომაში შეგიყვანოთ. რაც შეეხება მათ კვალიფიკაციას, როგორც ინფორმაცია გვაქვს, ისინი გადიან საკმაოდ სერიოზულ გადამზადებას. ეს მათი ტრეინინგი იწყება ხა ამ დღეებში. კი, ანუ პირადად ბატონ დავითი და მეც მათ უკითხავთ ლექციებს და ლექციაზე კარგები არის. მე არ ვიცი როგორ არა, შეგნებულად შეცდომაში შეყვანა, ხა დარწმუნებული ვარ, რომ ესეთი რაღაცა არ მოხდება. არ ვიცი, ხა პიროვნული არ უნდა მოხდეს წესი. ანუ მე უბრალოდ განახდენს მინდა აუხსნა, რომ თვითონ ეს ინსტიტუტი, როგორ ინფორმაციას გვაქვს, შექმნილია განახდენების დახმარების მიზნით. ძირითადად გათვლილი ახლა შაბათ-კვირას ვორქშოპი იყო შემოსავლების სამსახურთან ერთად ბათუმში და იქაც გააჟღერდა და ცალსახად ხაზი გაესვა იმას, რომ ეს ძირითადად შექმნილია მცირე ბიზნესისთვის, ვისაც თქვათ აუდიტორული მომსახურების შეძენა, ასე ვთქვათ, მიუწვდომელია, იმიტომ რომ შედარებით იაფია ეს მომსახურება. რაც შეეხება მათ კვალიფიკაციას ნამდვილად გამიჭირდება. ერთს დავამატებდი, რომ ამ სამსახურისგან რასაც უნდა ველოდოთ, მე მგონია ეხა რომ გარკვეულწილად ეს სამსახური ამ თავის უფლებამოსილება რაც აქვთ, იმას ახორციელებენ, თუმცა ეხა მეორეს მხრივ გადამხდელებსაც ალბათ იმის მოლოდინი არ უნდა ქონდეთ, რომ რაღაც ძალიან გლობალური და საკამათო და გაუგებარი თემა, რომელზეც ძალიან ხშირად პასუხი არ აგვაქვს ხოლმე, იმიტომ რომ არსად მითითება არ არის არც ინსტრუქციაში და არსად ეხა მეორეს მხრივ ეს მოლოდინიც არ უნდა ქონდეს, რომ ეს ხალხი გადაწყვეტს ამ პრობლემას. ანუ მათ უნდა დავუსვათ ის ელემენტარული პრობლემა. ალბათ მათი ძირითადი ამ სამსახურის დატვირთვა ეს არის, რომ აი მიმდინარე საკითხებში გააცნონ გადამხდელი ტენდენციებს. ასრულებენ. დიახ. ნუ ერთი ესეთი მიმდინარე პრობლემა, რაც აწუხებს განახდენს, დარჩენილ ანგარიშ ფაქტორებს, რომელსაც ადრე არ იგებდა, რა უნდა უყო კითხულობს, შეგიძლიათ მიიტანოთ ინსპექციაში, თვლით, რა თქმა უნდა, ჩაატაროთ თქვენთვის ინვენტარიზაცია, დაადგინოთ რამდენი გაქვთ გაუხარჯავი უკაცრავად, მიიტანოთ და ჩააბაროთ უკან ინსპექციაში, ამის პრობლემა არ არსებობს. კიდევ ერთი საკითხი ჩვენ 2 წუთი გრჩება გადაცემის დამთავრებამდე. საგადასახადო მონიტორების თან დაკავშირებით არის შეკითხვა. მე მოვასწროთ რომ განსმენელი უკმაყოფილო არ დაგვრჩეს.
თუ როდის შემოდის, რას ამოწმებს კითხულობს მსმენელი, კომპანიაში ყოფნა რამდენი ხანი შეიძლება და შეუძლიათ თუ რა ამის გასაჩივრებაო. ამაზე დიახ, ანუ როგორც მოგვეხსენება, დამატებული არის ჩვენს კანონმდებლობაში მიმდინარე კონტროლის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი დამატებული, ასე ვთქვათ, ფორმა, ახალი ფორმა, რომელსაც სახელად ქვია საგადასახადო მონიტორინგი. რაც თავის თავში გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მხრიდან გადასახადის გადამხდელის, ასე ვთქვათ, საქმიანობის შესახებ დამატებით ინფორმაციის, ასე ვთქვათ, მიღებას. საქმე ეხება შემდეგი ტიპის ინფორმაციას, დავუშვათ, ეს შეიძლება იყოს წარმოებაში გამოსავლიანობის ნორმები, დანაკარგის ნორმები, საწარმოო პროცესების მიმდინარეობა და ეს თავისებურება და ამ შემდეგ. და რაც ყველაზე მთავარია, შედეგი ამისი რა იქნება და რაში შეიძლება იქნეს ეს მონაცემები გამოყენებული. პასუხი ამ კითხვაზე არის ესეთი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გამოყენებული იქნეს საგადასახადო შემოწმების დროს. ალბათ გადასახადის გადამხდელისთვის არაპირდაპირი მეთოდით თქვა ენერგიის რესურსებიდან შემოსავლის გამოყვანა და ასე შემდეგ. რა შეეხება დანაკარგის ნორმების თემაცსაც შეეხება ეს და მათ შორის ალბათ აი გამოსავლიანობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ კომპანიაში შემოწმების დროს შეიძლება გამოიყენონ დავუშვათ დაფიქსირებული ის გამოსავლიანობის ნორმები, რაც დაფიქსირდა დავუშვათ სხვა წარმოებაში. ასე რომ ესეთი ახალი ფორმა არის კონტროლის. ძალიან კარგით. 2 წუთი კიდევ გვაქვს, როგორც გვანიშნებენ და მე მგონი აი ამ ერთ საკითხსაც მინდა რომ შევეხოთ 154 დიახ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემა გვაქვს. ქვეპუნქტი, რომელიც მე მგონი მოვასწრებთ ამაზეც რომ ისეთ ინფორმაცია მივაწოდოთ. ძალიან დიდ პრობლემებს და ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს. ძალიან გაუგებარი მუხლია პირადად. რასაც შეძლებთ მოვასწროთ. ესეც ასე ვთქვათ, აი გამოვყოფდი მე ამ მუხსაც და ამ ცვლილებასაც ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებად, გამომდინარე იქიდან რომ მსგავსი მიდგომა წინა წლებში ჩვენ ნამდვილად არ ქონია. საუბარი არის ფიზიკურ პირზე, ანუ გარეშე ფიზიკურ პირზე არის ამ შემთხვევაში საუბარი, თორე დაქირავებულისთვის რაღაც ჩუქების მომენტები და ქონების საკუთრებაში გადაცემის მომენტები ეს ისედაც დაბეგვრის სფეროში ექცეოდა. საუბარი არის ამ მუხლის მიხედვით გარეშე ფიზიკური პირისთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის მომენტზე. როგორც ჩვენთვის ცნობილია, იგივე სიტუაცია, აი დავუშვათ შეპესეს, რომ გარეშე ფიზიკური პირისთვის საჩუქრად გადაეცა რაღაც ქონება, ძველი საგადასახადო კოდექსით ფაქტიურად წყაროსთან, გადახდის წყაროსთან დაბეგვრის სფეროში არ ექცეოდა. საჩუქრის მიმღები იყო ვალდებული თვითონ, ანუ რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ეს საერთოდ არ იბეგრებოდა, ანუ მიმღებს ჰქონდა ამის ვალდებულება. ყოველ შემთხვევაში შეპესემ რო გარეშე პირს რაღაცა კომპიუტერი აჩუქა, შეპესეს ვერ მიედავებოდნენ იმაზე, რომ მას ჰქონდა დასაჩუქრებული პირის საშემოსავლო გადასახადი გადასახდელი. ფაქტიურად ამ ახალი ცვლილებით ასეთი ვალდებულება უჩნდება ესეთ ქონების გამჩუქებელ შეპესებს და თუ ისინი ფიზიკურ პირს გადასცემენ უსასყიდლოდ ქონებას, ანუ აჩუქებენ ქონებას, ისინი ვალდებული არიან გადაიხადონ გადასახადი. აქ ორი სიტყვითაც დავამატებთ და ამით დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა, რომ დიდი პრობლემა დგას, ანუ კითხვის ნიშანი დგას თანხა, ფულის გადაცემა ამ ინვესტიციის ეთლება თუ არა. ქონების ტერმინზე ვსაუბრობთ, ანუ ფული შეგვიძლია გავაიგივოთ ქონებასთან და ასე. ნუ დღევანდელი მიდგომით პრინციპში ეს პრობლემა დგას და უნდა ჯერჯერობით დღევანდელი ჩანაწერით უცხო პირზე, არადაქირავებულ პირზე თანხის გადაცემაც განეხილება, ქონების გადაცემა დაუწყოთ წყაროსთან უნდა დაიბეგროს. ნუ ნახოთ მომავალში თუ რამე ცვლილება შევიდა. დიდი მადლობა ბატონ დავით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამოიწურა. მადლობა თქვენ. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 1 აპრილამდე ჩვენ კიდევ ერთი გადაცემა გვექნება ამ ფორმატით, რათა მაქსიმალურად მოგაწოდოთ ის ინფორმაცია და ის კონსულტაცია, რაც აუცილებლად გჭირდებათ დეკლარაციის სწორად წარდგენისთვის. გადაცემა პროფესიონალები დღეს ამით სრულდება ხვალ ამ პროექტის ფარგლებში. მორი გადაცემა გელოდებათ სხვა წამყვანთან და სხვა სტუმართან ერთად. მე გემშვიდობებით მოვალ გადაცემამდე ზუსტად 2 კვირით. კვლავ RSM კაპიტო ჯგუფთან და რადიო კომერსანტთან ერთად კარგად ბრძანდებოდეთ. ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში. საინტერესო თემებითა და სტუმრებით. მხოლოდ კომერსანტზე, ყოველ სამუშაო დღეს.